ისინი მე რომ გოლები პაპაკიდან ნაბეღლავთ. როგორ არის? აი სადაა. ლუც მოწრობალ და ჭამკას გააკეთე. ვერ მოგეწდა წარე არის. ამის соуსი რომელია? მე არ გამომიულე ხა. ანუ ესეც მოიწვია. ზედ არის. ბოდიში. და კონეთან თუ ძმარი გინდა რაღაც ეგეთი რო გაერიოს, და სპეციფიკაც გან. ჭამი რა, ცოტა ხანი გაჩვენა. ბოდიში მეგობრებო და ბასტოს ეპიზოდის მე გამოტნული ვარ. გამოტული. მოგესალმებით. მეც. ბასტოს უნდა ვაჭამოთ. დღეს არის ჭამაჭამითის მორიგი ეპიზოდი. ამჯერად ისევ თბილისში ვიმყოფებით. ესე გვაქვს ხოლმე ერთი გასვლა, ერთი თბილისი. თბილისი არის ურთიერთობა და თბილისი არის ამოუწორა გადაღებას ვიწყებ კუდიგორა. ადვილად რომ მოაგნოთ, არის სადაც ელდეპო იყო. რატო კუდიგორა? რატომ კუდიგორა? ამას უკვე შიგნით ვიკითხავთ და ვნახავთ. ძალიან საინტერესო, მაგრამ მიყვარს რომ აჭმევ და თან რომ მივიდე. სასმელი მოვიდა. დავისხათ. დაგისხა. მიხვდა. აი, მეც დაგისხა. საქართველოში შექმნილი გემოების გაუმარჯოს. აპეტაიზერები მოვიდა. ეს არის სტეიკის სალატი. ეს არის ხევზის წვნიანი, რომელიც უნდა გასინჯოთ თქვენ. არასდროს გამისინჯოთ. კაი, იცი დავიწყოთ. ჩასაწობები. ვა. კაია. კაი არის. ძალიან მაგარია. ეს რა მოვიდა? მოდი მივხვეთ რა. თევზის წვნიანზე მეც არ გიждები, მაგრამ კრევეტებით არის და მურაგულით. ძალიან კაია. დიდი სიამოვნებით. მეგონა რომ ჩვენ ამომეწონება სალკე შევჭამ და პურია აქვე გამომწყვარი როგორც ვიცი. მე ესპრესო მარტინის მივაყოლებ ამ საქონლის ხორცის სალატს. უნდა დამელია გუში რა. მე დავლია. მონ დევრი მოდავლია. ორაგული კაიო. საუკეთესო თევზის წვნიანი რაც მიჭამია. ჯერჯერობით ერთხელ მოხ ნაჭამი. მაგრამ საუკეთესო. უკვე საუკეთესო. ეს შემოვიდა. ხათმის წვადი და ხბოსია? ო, ხბოს წვადს მივირთი. კაბაბს გავჭრით ხო მეგონა რომ გავჭერით სამად. მე ძალიან უკვე მიყვარს შემოვიდა. კაბაბი. მე ძალიან მომწონს დაბრაწული ბოსტნეული. ძალიან მევასება. დაბრაწული ბოსტნეულზე მეც გიждები. აქ არის წიწაკა, ხო არ გინდოდა? ბევრია და მოაკლეჩი. სამეცალი. ხომაც. აია. მე მეგრელები ხო ხარ შემეგრელი თუ გურული ხარ? რა მნიშვნელობა აქვს? გურული თქვენ მეგრელებს. ვისი გენია დომინანტი? მამა ჩემს და ჩემს არ ვიცი. კაბაბი არის ძალიან წვნიანი და უგემრიელესი მართლა. მაგრამ მიყვარს ჭამა. საბაბი კაი იყო. ოპა, ხაჭაპურიც მოვიდა. იმერული ხაჭაპური. მე გირჩევა საქონლის საათი ჭამა. და კარგადაა შემწვარი, წვნიანი არის და რბილი არის. ეგ არის ძალიან მე მნიშვნელოვანი. როგორც ვიცი, განსაკუთრებულად ვოლავენ სპეციალური მოწყობილობა. მოკეია. აი ეს მომწონს ყველაზე მეტად. კონი კრემყვალია ეს. უბრალოდ ვერა ესე. ნუ ვერა არ მიყვარს. ეს ნეკლის წვადია? ხო, ესა ღორი. უი. მაგრამ მე საქონლის წვადი მაინტერესებს. ხო, დავაჭაი, დავაჭაი. ხბოს ხბოს. მიდი აბა ხბოს დავეძავ. იმიტომ რომ ხბოს არ უკვეთავენ ხოლმე ხშირად რა. არ ვიცი ფასის გამო თუ გემოს გამო, არ ვიცი, მაგრამ როგორც ხორცი მაგარია, მაგრამ როგორც წვადი ღორი ჯობია. მაგრამ ძალიან რბილია. ხო და მე ძალიან მომეწონა ხბოს წვადი და ესეთი რბილი პირველად ნახე. ღორს უკეთეს გემოაქვს რა თქმა უნდა. ამერიკაში ხო არის აი საქონლის ხორცი და ხბოს ხორცი და საქონლის ხორცი და სამჯერ ძლევს. ნახოთ მაინც ხათა. ვინა შენ არ ნახო. არ ნახო კი არის. უნდა ვიცოდეთ არა. ეს პროექტი არის იმისთვის რომ ადამიანს უთხრათ სანდრავ ჭამოთ. სწორად უჩიო. ეს соуსი მოყვება და ვნახოთ აბა. შეგული ღორის ხორცი ელარჯი და დემიგოს соуს. მადლობა. ეს პირადად შენ. ეხლა რასაც უყურებთ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კერძი, რასაც შეჭამთ. ბიჭო, ქათამი არის? ძალიან გემრიელია ქათმის წვადი. ძალიან გემრიელია. დაჟე ხბოზე გემრიელი გაჩნდა. მოდ გადავიდეთ მეკნზე. ასე წესით დარიგეთ ყველაზე გემრიელი რაღაც ეს არის რა. კომბინაცია მე არ მომხიბლელი არის, ელარჯი, ძალიან მაგარი როჟა არის. ეს გასინჯე და ვინარის ორი შევადავთ. ეგ წვადი არის და ეს არის ნახე გამომცხვარი ღორი არის და შებოლილი. კიდე რა მოდი? ეს არის უძლებელი. შე როგორ მოვიქცე ხარ სხვაგანაც მივდივარ გავითვალისწინო თუ შევბერო. ცოტა ჭამე. ანუ არ მინდა რომ სხვაგან გავითვალისწინო და შევბერო მინდა. არა, გასინჯე, იმიტომ სხვაგანაც არ იქნება. აი ხა რომ ჩავარჭე ძალიან მაგარი უნდა იყოს ეს. შენ პირდაპირ იმას ჭამ? კი, აღარ გელოდები. პირველ რიგში რაც შეგვიძლია ვთქვათ არის რომ ძალიან კაი ნაჭრები არის მწვადის. ამას სპეციალურად უკეთავენ ხოლმე ამ ნაჭრს და ეს თუ წვადის ეგრევე ესმოდეს ძალიან მაგარია. მოდი მე ხალია. ამას გავსინჯავ რა. წვადი შებოლილია? აა, მაყურე შენ. გემო აქვს შებოლილი. ხარი კარგი. შენ შეგიძლია დაიდგა იქ პირდაპირ. დემიგლასი, ელარჯი, მიკრომწვანელი და შებოლილი ღორის ხორცი. MasterChef World კერძია. გონდამჯდა.
მეგრული გემოაქვს ძალიან. ცოტა სიმჟავეს მივცემდი რა. აი რომ გაახალისოს. სალგილია და მაგარი ქვედა. არა გიჭმევა? სუბოლო არა. არა. ნეგა ღორის ესა გოჭის თავარი მომავი, კნატუნა კანი. მე არ გავრისკავ. გასაის კი არაფერია. ძალიან გემრიელი. ენერგიც ქონი კაი. მაგაშობა იცი ესე რენდერდება და ესე პატრავდება და ესე კანი არის კნატუნა და ქვემოთ სქიმია წვნიანი. აი მაგარი რბილია რა. ანიანი ქათამი ძალიან მაგრამ მევასწრებ. სოკოს მოვჩები და მე აუცილებლად შევჭამ ნარიდადო. კომენტარებში დაწერო ეგეთი საინტერესო ის არის აპირისპირება ყველაზე გემრიელი ნაწილი ქათმის ხორცის რა არის. და რა არის? ბარკალი. ზოგს თავ უყვარს. თაცევასებად და თეთრი ხორცია. ხო, ნუ ბარკალი კაია. სარდენის გემოა. შებოლილი ნე რა მოვიდა. არის შებოლილი ხორცნექნები ბარბეკიუს. მინდინარეზე გაქვს ჩართული ძმობა. ქათამი არის ძალიან კაი. და შებოლილი ქათმები რო იყიდება, ეგ რო გაარბილო და შებრაწყვი. ხო, მაგრამ აქაა შებოლილი, შეგვიძლია გვანახონ. ანუ რომი კლასიკური ტაბაკა არ არის ეს, რა. მაგრა იბრძვით. აი, ერთ უავს, ჯავ ხაჭაპურს. ხაჭაპურია რა. მე ხაჭაპური მიყვარს ტაფის. მეც. კარგი ყველით არის, რაც თავარია. თეფში რო გამომიცვალოთ რა. ისე მე რატო დავცინი? არ შენ გაქვს რად ისეთი თეფში. როგორც მომზადებული ძალიან მაგარია. სოკო? სოკო არ ვიცი, გასცემ. შენ უკომენტაროთ სოკოს. სოკოს ისა ვარ, ფანი ვარ რა. სინჯავ ნეკს. სოკო. ამის соуსი რომელია? პერფექტ. ბარბეკიუს соуსი. საწალი. არა, ია მაგაშია. მე კი არ გამოგივლე ხა. ანუ ესეთი მოიტანე. ზედ არის. მოდიში. არ გეყო? ბარბეკიურო გავუსხად. თან კაია სახეზეც მეწყობა. აქ გააჩერეთ, მეტი არაფერი არ გინდა. მოვატი და ხინკალი უნდა ვჭამოთ. აუ. ხინკალი მოვიდა. კარტოფილის ხინკალი და ყველი აქვს ცოტა? კი, მგონი ყველთან ერთად არის. ყველთან ერთად არის შეზავებული. დანცხელია თუ? კაია, აუ ეს ანახე, აი ეს. ხახვია ეს თუ რა? ხახვეში ჩვენ ზავები. ერბო და ხახვი? აი ნახე. კაი მიქსია. ცოტა გაცილდეს მინდა. და ცოტა თვალებში გამოვიხედო. უცი რა მინდა? აი ხო ტოვებთ ახლა საჭმელს და მიკედლებული ძალი მყავს ყურში და ეს თლიანი სოფა. მაგასაც უნდა გადავუღო, მაგიდას დავუღო. გადავუღო როგორ ჭავს რა. სახეს გააძლევ, თქვენ ზარო სტოპი არა, თლიანად შეჭამ დავუწყებ ყველა ყველაფერში. ლუკასთან მიდიოდა ეს ყველაფერი. სულ დამოვიწყდა. ალბათ დღეს ნაჭამია და კაროჩე ხინკალზე ბოლოს გავწევდა ეგეთი რაღაც, რომ ეს ყარი რესტორანი ხინკალი ხელით წუნს და რაღაც და ყველამ დაიწყო უკვე აი სახლური ხინკალებზე გადავიდა, რომ თითქოს ოფიციალურად ჩამოყალიბდა ეგრე, რომ დაიწერო სახლური ხინკალი არის ხინკალი. მაგრამ საზოგადოების ნახევარს ვაფშე არ ევასება ეს ხელცომიანი ის. და თითქოს რომ ეგეთი აზრი ჩამოყალიბდა იმ კულინარიულ ელიტაში, რომ ეს ჯობია, ამას აღარ აკეთებენ და ბევრი ვიცი, ვისაც ესეთი ხინკალი უფრო ევასება რა. სამთიულური. ძალიან მაგარი. წვენი მაკლია რა, ანუ ხინკალი ასოცირდება ჩვენთვის იმასთან, რომ უნდა იყოს წვნიანი და რა კამე? კარტოფილია? ხო, მაგარ. მაგარი. თიულურიც კარგია, მაგრამ კარტოფილი ჯობია და ისეთია. რა. ძალიან იმრენია. ძალიან მაგარი იყო. აი, ეხლა მოდი შევაჯამოთ? შევაჯამოთ და მაგ შეჯამების ბოლოს თქვა, აი, ამ ხელა სუფრა რა, ანგარიში შეიძლება იყოს. 10 კაციანი სუფრა. და დავთვალო, ხო? დესერტი, ბასკური ჩიზკეიკი, ბოლოს გვარ გვესვით. რაღაც აი last meal. ეს არის, მე გვესწოლეს და ეს არის ჩვენი ეგრეთ წოდებული საკონტროლო გასროლა. კაროჩე, საუკეთესო დესერტი არის ბასკური ჩიზკეიკი ჩემთვის. აი, ყველაზე გემრიელი რაღაცა არის. გასროლა არის, რომ აქვე დავრჩით. გასინჯე გეხვეწები დარჩები მართლა. ძალიან აია. ამაზე მაშინ ცალკე უნდა მოვიდეთ. 475. რამდენი? 475. 385. ჩვენ შუაშია ფასი რო იწოდეთ. აბა კვარარას იზამს. 420. აი, ეგ არის ქათმობა ეს რასაც აკეთებ. ბავშვია კაცი ხარ შეჩება და მაგ ხერს მიმართავ რომ ორ შუა ამ. კაი, 350. მადლობა. აბა ანგარიში. არა, არ მინდა 350. 600. დავაი. დავაი. ჩემი ზმა. მე არ მახსოვს ბიჭო რაღაცეები, თორე უეჭვენესორს ვიტყოდი. ორივე მწარი. კაროჩი, ქორწილის სუფრა იყო. ვიცი. 614. 575 ვიყავდი რა. ადამიანობას გაუმარჯოს. ვაფშე მე მიყვარს ესეთი საგეგრძელო, მაგარი საგეგრძელო. ყველა ის გეჭამოთ, რაც თქვენს პირს და კუჭს ერთნაირად გაუხარდება. გემრიელი, კარგით და სულ რო გაქვს კარგი საჭმელი. დალეთ. მიდი. არ შენგენაც. ეგენაც. ხო, რასახეთო. ბიჭო, ძალიან პატრა პირი აქვს. ვაკუუმი შეიქმნა ეგრევე. მაგას ყელი. ყელი. წავედით შემდეგ ობიექტზე. მადლობა კუდი გორას, გულიანი მასპინძლობის. რაკეტეში ჩება წყალი შემოდი. ეხლა მივდივართ შემდეგ ობიექტზე, სცენაში. ძალიან მომშივდა. მალე, სცენი, მალე.
უკვე მეორე ობიექტში მოვედით. ამდენს დავდივარ ამ ჭამაჭამით და სადაც მართლა ვჭამ ის ადგილიც შე რა შვები. ნუ ხარ ბრაზიანი ფოკიანი იმასავით, ბაბუსავით, რა ვერთობით აქ ადამიანები. არა, იქ მაკიაჟს იკეთებდა. შევედი. მოკლედ ჩვენთან მოვიდა სალათი, ანგაცლილი მჟავე პომიდორის სალათი, რომელსაც კახური ზეთიქინი წიწაკა. მოვიდა ჭახრაკინა, კაფის ხაჭაპური, წიწილა ყემალში. მატალზე გახული კვი რომელიც ძალიან უხდება ამას, მაგრამ რეკომენდაცია არის ასეთი, რომ ხაჭაპურიც ძალიან უხდებაო ტაფისო ჩვენს ანგაცლილი მჟავე პომიდორის სალათს. და ქაბაბი. მე მაინტერესებს. ეს არ გაქვს ნაჭამი? ესა წიწილა ყემალში. შენც არა გაქვს ხო ნაჭამი? მოდი ჯერ გოგოს. შენ რომელი ნაწილი გინდა? ბარკალი. მადლობა ბარკლისთვის. ჟავი მაგრა ასწორებ. ნა ბარკალი მართლა გაასწორებდა. კი, მაგარია, ჭამაგე. ხო, შენ ჭამ ხო? მე თითი გადმოვიდა. ქათმის თითი მაქვს. ეს ტყემალი ცალკე ვაფშე მაგარია. აი ბიკენტიას ქაბაბს რო აქვს, ხო იცი საწებები. პომპია, ოღონ აქ თვითონ ქათამიც კარგია. ხორცი არ შეიძლება ხო? იქ მარტო საწე. ტაფის ხაჭაპური სანამ გაცივდა. საუკეთესოებში შედის აი, ხაჭაპური. ძალიან მაგარია. პირიც გავაღებინოთ, ნახეთ რა ყველია. ტაფის ხაჭაპური სხვალეა. ძალიან გემრიელია. რაღაც მოვიდა. ვალი, სხვადასხვა კედრი პაუნის საათი რომ მოდის ხოლმე და კან გაცვლი თუ მოაქვს, ორჯერ ბედნიერი ვარ ხოლმე. სენეში რომ ჭამ ხოლმე, მგონია რომ სახში ვჭამ რა. რაღაც ეგეთ შეგრძნებას მიტოვეს ბოლოს. ყველოდ კაი სახში. სიყვარულით გაკეთებულ კერძებს გავაკეთოთ. ეტყობა რა ადამიანის საქმე. ეს ნაბეღლავი მომაწოდე. ისინი მერამდოლეს მიდე. პაპაკი და ნაბეღლავი. დავკალი. ცოტა შელახული. კიდე ერთხელ დავკალი საქონლო. ანუ გოგაჭრა იცი? აი ამით გაჭრა ეს მომგაწევი. აი, აჰა. საწებებმა მე ცალკე სუნჯავ ხოლმე, ცალკე თუ ვარგა. ვარგა. ვარგა? ვარგა. კაბაბი მაჩუკეს და ვარგა? ძალიან ცხელი ხდება. ერთი თვე ძალიან ცხელია. მე 40-მდე არის ცხელი. ლუდი მაგრა ასწორებს მეგობრებო, ვისაც ლუდი გიყვართ, ყველას გაგიმარჯვებთ. თქვენ ხართ კეთილი ადამიანები. πρώτ ადამიანს თქვენ ლუდი არ უყვართ. მაგარი ხორცია. მოდი მე მთიულურ ხინკალს შევჭამ და მე ამას მოვიხდი. მე კვარაბია მინდა რა. აუ, რა კაია მთიულური თქვენ არის. შენ დამაწყებია. თან ეს ხუდი და მაგარი წვენი აქვს ძალიან. ხორცი არ მოგინდება ესეთ წვენი აქვს. ამაში ძირა არის ხო? ბებო, სონა არ დავიწყება იყო შენ. მე ქუც მოვიხსნი ახლა, იმიტომ რომ მთიულური ვჭამე და მეგრული უნდა ვჭამო იქ. ეს როგორ უნდა ჭამო? ეს გაჭრა? თუ გინდა ეგრევე. როგორ? მე ისევ ჭამდი ხოლმე, მაგრამ როგორ ჭამდი? ერთი. მაგრამ ეხა ეს მე ვასწავლე. გელაპარაკება გამარჯობა, მე კვარაბია ვარ. ოქროს ბურთი მომეცი. არა, მგონი კვერი არის, მეგრუა და კვარაცხელი არის, ცხელი კვერები. ვაუ. ამოხსნა. შეიძლება, არ ვიცი ზუსტად. გამაგრა. თუ ვინმე მიცით გვარის ისტორია? კვარაცხელის გვარის ისტორია მინდა კომენტარში. 6 hours later. კონდესან თუ ძმარი გინდა ან რაღაც ეგეთი რო გაერიოს, კაპრა, სპეციალს განა. ამე რა, ცოტა ხანი გაჩვენე. ამე რა, ხოდა ხორცია. იმასაც კაი ხორცია. იგივე ხორცია. არა, გავიგე მაგრამ. მეურად საგარი. ხო, დაკეპილი უკეთესია. ამე მარი არის რატო კაი ხალხი ატყობთ რა. დასავლელ ხალხს გვყავს ბევრი გემო. ხო, და ამიტომ ძმარს რო ჩას, პირველ რიგში გამოდის და გიშია თუ გენიოსი. დიჟი განიოსია. აუ, ბრავო. არც ერთი არ გვაწყერა, მგონი შენ ხარ გენიოსი. მეგრული დიპლომატია, ყვარაცხენი. ჩაკაფულია? იტალი არ არის, მაგრამ აბაკუსები არის ფანტასტიკური რამ. ჩაკაფულში თავში არის, ნაგებელი ხორცია და ყველა ის სიკეთე რაც ჩაკაფულშია, დაიჭი მწვანი, ვინო ყემალი, აბსოლუტურად. გეტყვით რაღაცას რა. კი არის პახმელის იმის, მაგრამ კაროჩე, ხინკალი ყოველთვის მირჩევნია იყოს ხინკალი. ეს არის ესე ძალიან გემრიელი. გემრიელესია თქო. ეგ არის ჩაკაფულში ამეთაშენ. არხუნასი თქო. კიდე რამდენი სახეობის ხინკალი გაქვს? სახეობის ხინკალს ჭამ, მეოთხეს და ეს არის ჩაკაფული. თავარ გამოცდას ჩააბარებს ახლა სცენე. ახალ ფილიალში რო გადავა, სადაც ბევრად დიდი ადგილი იქნება. ბევრად მეტი სტუმარი ეყოლება. აი მანდ თუ შეინარჩუნა, ესე იგი real G არის რა. მან ცოტა აპასნი იქნება, მაგრამ გონია რომ თავს გაართმევენ. მე ხო მაგრა ვჭამ, აი მიშა. ბიჭო, მე ამ გადაცემა აი ჭამა რა არის, ძმაო. არა, ეხა გავიგე, მე უფრო მეტი ვჭამე. 178 ვარ. ალბათ 250. აი 280 რა. 256 და 90. გამარჯვებული. რა კარგი რე? დესერტები მოვიდა და ნუ დასალევი რა, ეს დასალევი ჩვენ რომ უნდა დავიდოთ. ვისკი არის.
Crazy ჭიქა ტრიალებს. აქ მოვიდა ტირამისუ, ესეთ შეფუთვებშია. შენი რა არის ვანახოთ? შენი ოპერა. სენეს გაუმარჯოს და მის მასპინძელს ჩავაქსოვოთ ერთად. გინათვალე ძმაო? რო გახსნი. აუ ბიჭო კიდე დიდი დამეტრიაო რა ნეტაო რა ისე. ფრენიერი სურვილია მგონი. ტირამისუ აღარ მინდა მეჭა. სიყვარულის ძელო როგორ არ დამელია. ხოლების კომენტარები რო ქმარმა ეს მიმღეროს რომ როგორ გავიჩუბო მართლა. რომ მოდის თვალი რა სიყვარულის ძელო როგორ არ დამელია. ლადოია კუჭუხიძე მაგარი კონცეფტი არის ძალიან უცნაური. ძალიან იჭიერი ადამიანი მოკითხვა. მაგას აქ ბევრი ნახული ზა ვიდეოებზე და მაგარი გურიაშვილი ეგ უკვე ჩავარდა წარსული. ცოტა დაეციე TikTok ტრენდზე. ბატა თედიაშვილი? ბატა თედიაშვილი ძალიან დიდი არის. დიდი აქვს. რატო ბაზრობთ ასე წმინდა ადგილას ბატა თედიაშვილი? იმიტომ იუმორს აკეთებს კაცი და ნახევარი. ო გამარჯობა ნელა შემოხო. აუ წაიდით. აი ხა რომ მოვიდეს წინააღმდეგ ვას ვერ გამწერეს. ახალ ფილიაში პატასთან ერთად სცენა. პატა დაიწევა მანდ. წავედი. მაგან ძალიან დიდი მადლობა სცენას. მეგრული სამზარეულო ესე ქვია კომენტარებში დაგვიწერეს და ჩვენ რისი მეგრელები ვართ რომ მეგრულ სამზარეულოში არ შესულიყავთ. ამაზე მეუბნება რომ ახალგაზრდული საფრთხეა მამაჩემს მაგრაშურს ეხლა ამ საფრთხე მე რომ მიკეთია და რა მამაჩემს ყველა შორის არის 72 წლის. მეგრულად შეუკვეთა ბავშვი თუ იცი. ესეთ ადგილებში სულ მეგრელები არიან ხოლმე. ყველა მეგრელია. ჯო, წავედი. ოსტრი გვინდა, ხომი გვინდა, ელარჯი გვინდა, კუპატი გვინდა. მათი არ არის. მაშინ ჯიგარი იყოს. მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. აგუშალეს ტრიალი. აი, ბომს შეჭამ. დიახ. თან ესე არ გამისი ინჯავს. მიყვარს ხომი. გემრიელია ხომი. გემრიელია, მაგრად უხდება და ხარჩას წვენი. მაგარია ცა. ესე გემრიელა ღომი. ბოლოს რუდის ჭამე და სად მართლა არ მახსოვს. სახში მიკეთებენ ამებს, მიკეთებდნენ. სუ ამას ჭამდა, აი სუ იყო. ლაპარაკი არ მინდა მართლა ისეთი გემრიელი. ძალიან. დიახ. გოგოც მიყვარს? კი. მოგიგებ მაშინ. მადლობა, მადლობა. დიდი მადლობა. ესა გოგოიც მოხდა. მოაყარა. მართლა ხატო გაკლეც მარილე, აი ეს ჭმება ელარჯთან ერთად რა. ეს კოკაკოლას სასადილოში რო გავსრულეთ. ოსტრი? ხო, მაშინ სიცხარე აკლდა. აბა ჩემთვის და ნახოთ აქ როგორია. პასტო ნახავ ოსტრს. ნახოთ ყველაფერს ნახავ ჩემი ძმა. თან ფასებით საინტერესოა. ესით კარგი პისაღები ფასები უნდა იყოს. ამას პური უნდა რა. მაინც ხომთან ერთად. თუ ელარჯი. ოსტრი ძალიან კაია. აი ეს ჭმება. პასტო ფანტასტოს არხი გამოიწვია. ოპა, ეს გაიწევა. ელარჯი მაგარია. ძალიან. ელარჯი მიყვარს აი. ეს კაი ელარჯია, იდეალურია. კაი სუფრა იყო. კაია, მაგრამ აი ღომი, არ ვიცი. ღომი და ეს ფუჩხოლია, ეს ჩემი ექსკლუზივია, მე შევთავაზე. და ოსტრი სუგებიელესია. რომ მოხვალთ პრომო კოდი იქნება ფუჩხოლია. ნახე როგორი ბართულია, ეს არის პურთან. რა, მოდი შევთანხმდეთ. ეს შევთანხმდებით. აი ეს ხუა, ეს მაინც პურთან უფრო კაი. კაი. კი, ძალიან გემრიელია მართლა. ირისე როგორ არის? მოიცა, მაგრამ მაინტერესებს, მაგის განხილვა უნდა გავაკეთო. ჯერ ჭამო. აი ეს ის. და პურში სუსპა. აზი არ არის ამდენად. ბავშვობაში შეეცვლიან პურს და ოსტრს და ეხლა გონიათ რომ პურთან უკეთესია. ძალიან ბევრ შეცდომას აშობინებს ადამიანს ბავშვების მოგონებაზე. მიანია და უფრო იწოვს. ამის ის უნდა გავაკეთო. ეს რა? ეს არის შუშის ლიმონათი პლასმასის თავით და ფოლგა. ფოლგაც შეიძლება გამოიყენოს. ხადმა გინახავთ ყავა 1 ლარად? მართლა დავლინოთ. ნალექიანი ყავა 1 ლარი. ნალექო და ნალექიანი 1 ლარი. რავა ნალექიან შეუკვეთეთ. თუმცა ეს ლარი ნალექის გაცლაშია. მითხაობა იცი? მე კი. მეც ვიცი. როგორ მკითხაო? ხარჩოზე ვკითხავ, მე უნდა ბოლომდე შეჭამ. მე უნდა გადმოატრიალოთ ერთი. ეხა ეს თავის ჭაჭიან, ყავიან, ყველაფერად არის 60 ლარის ხალხი. თავის ირისეთი და ყველა. ეს რაღის ხო იცი? ეგ არის, წავედი შემდეგ ობიექტი.
ანძაზე მოვედით. ანძაში, ანძას ქვეშ, ანძის გვერდით. და ვიჩი ესო, კაიაო, აქო, კარგი რაღაცებია და ნახოთ შიგნით რა იქნება. გარედან მოგვეწონა. ძალიან მომეწონა, კაროჩე. რაღაცა ესეთი ადგილია, წყნარი, ბევრი ხალხი არ არის, თუმცა შაბათ-კვირა რო არ არის, მაგით არ არის ალბათ, თორე ესე. ალბათ 40 გრადუსის სიცხეც ვარი, ეგეც ვარ უშლის. ამით მოვედით. მართლა ამით მოვედით, მართლა. რაღაცა გული მიგზნობს, რომ რაღაც კაი გველოდება წინ. შენ რას გიგზნობს გული? ნახოთ, მე წინასწარ მოდი არაფერს არ ვიტყვი. არ დაჯინქსა? და აი აქ დავჯდებით ჩვენ. აი მანქანას ყიდის დაბულა. დამიკელიო? აი ეს არის ჩვენი მაგიდა. ხედი ნახ რა ლამაზია, გახედი. ძალიან კაია. აუ ეს რა არის? ეგ არის ხაჭაპური, გემრიელი ხაჭაპურია მართლა. ლიმონადი კაია და სხვა ნახოთ ა. დავიწყო უკვე? თუ სირცხვილია. რა არის ეგრე მოგშიტა? მიდი გადაიღე. არ გვეტყვი არაფერ. მოდი მოუხდებოდა. მაგრამ მგონი რომ აი ესე უნდა შეჭამა, მაგრამ არა მე დადიანის შვილი ვარ და არ შეიძლება ჩემთვის. ჩემით ჩავ. ეს სხვანაირი გამოაქვს. ხელზე ხარჭა ხო არ გისია. აი ნახე განაჩანგლეთ, მეგობრებო. ზვალი როგორ? არა, ესე უფრო მაგარი. ეს დამალინადებული იყო? 32 საათი. ჩვენ გველოდებოდა. ანუ 32 საათის წინ გადაწყდა რომ ეს კაფესფრები მე მეჭამა, ხო ესეც? მიყვარს მიზეს შედეგობრიობა. რა, კვილწყარე соусებიცაც აქ რაღაცა, ხო? აბაგანში, როზე შემწარე ბოსტნეული ბადრიჯის პასტა. ვაუ. ესა ბადრიჯის პასტა, ხო? როგორი ჯენტლმენი ხარ, რომ გოგოს გადაუღე. პირველი ამიშოვაკოს გადავიღე. ახლოს რომელიც მაგ იმასთან გადავიღე. ბევრი ბადრიჯის პასტა აუ, ხოლმე ბროკოლი მივიდა. მინდა. კაი, საკმარისი. გრილზე შემწვარი ბოსტნეული არის, რომელსაც ძალიან ხშირად უყვეთავ რესტორანში რომ მივდივარ, იმიტომ რომ ძალიან მევასება, იმიტომ რომ ბოსტნეულია და აქ გრილის გემო და ხორციებით ჭამ. მოჭკუათა. ძისი პასტა ბადრიჯნის, კიდე მოდის რაღაცა. აი ესეთი ის მიყვარს რა საჭმელი. სამი მე უნდა დავალე, ხო? მაგრამ სანამ დაფაზე გადავალთ რას ვაკეთებს? საქართველოს და მის ანძებს გაუმართავს. აბა პოსტა გასინჯე. როგორ დალიცი? აი სად არის? ლუცთ მოწროპავ და ჭამკას გააკეთებ. ვერ მოგეწედა მწარე არის, მწარე არა. ანუ როგორც ჭაჭას ეგ. აი, აი მოდი ჯერ გადავუღოთ მოხუცებს. ამ დაფას რა ქვია? ემდაფა. ემდაფა? ეს ისი ხორცია? ეგ გორის ხორცი არის. ძალიან მაგარი ხორცია. გაძენძილი ვიწვა. 9 საათი შებოლილი. აი ამასთან მიდის. ალბათ ეს წითელიც მოუხდება. ძალიან კაი ნეკნებია. ინა კაი ლისტიჩიო, გუმარე. აბსონაზე ხომე გეპატიჟებით. უყვარს ჭამა, შეუძლია უადოდ ჭამოს, უზომოდ დალიოს, აღწეროს და ვინც უყურებს ყველა გასიამოვნებით არჩევს, იმიტომ რომ ძალიან გემრიელად შეჭამს. თავი ეზდება ბიჭო. აი სამი ადამიანი მარტო ეს დაფაც რო აიღო, მოდი დაიდგა და მშვენიერი საღამო გაატარო კაიად. აი ეს რო შევხედავ აი არის რა. და ვეთქვი დვესტილა. დვესტი ვინც არიცით უკრაინულად არის 200. აუ მე 200-ის ქვას ვაპირებ. არო აპირებდი ეთქვა. კაი, მაშინ იყოს ასე მოწა. 240. მე 240. 204 ლარი გამოვიდა ეს სუფრა მეგობრებო, მაგრამ მე მაინც დავსვი. შვენიერი სუფრა. აი 4 კაცს წამოხვედით, 50 ლარი დადეთ. ან ერთი მდიდარი ყავდეთ და იმან ისროს, მაგრამ ქეიფობ რა გინდა. ამჯერად მე წავაგე, აბა დავილოცოთ კარგად ხოთ. კაია. თქვენ იყავით, ჩვენ წავალთ, ელენე მანქანას გაყიდის, შენ იყავ. ეს შეჭამე ბოლომდე და შემდეგ ლოკაციაზე მოდი. აბა დროებით მობძანდით, მართლა მაგარი ადგილია. ეს არის ერთ-ერთი ისეთი ადგილი, რომელიც ჩვენი გადაცემის ფორმატში 100%-ით ჯდება და ჩვენ გვიხარია, რომ კარგ ადგილებს გასწავლით, კარგ წერტილებს. ბოლომდე ვერ ჭამე და აგერ მიგვაქვს. კაი, წავედით შემდეგ ობიექტზე, მადლობა ანძას. აი მოვიდა. ესე იგი, სოკო, ქალაქური ფიული, საქონელი და კარტოფის გამოგიტანე. 5 სახეობის ხინკალია აქ, მარტივი თემაა. აქვე მაგიდასთან ჭამ რა. ხინკალი და ჭაჭაქვია. მოვაყაროთ. ეს არის ქალაქური. გემრიელი კერძია რა. აიხმებია. თხელი ცომით არის. ხო, ინდუსტრიული ხინკალი. კინძის გემო წარმოიღო და მევასება კინძი ძალიან. მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ top 5 მწვანილი. პირველზე კინძია, ხო? უეჭველი. მე ოხრახუში, მე რეჰანი. აია, შემდეგი რა არის? ესეც არის მგონი ხორცი. კაი, ნახოთ, მიყვეთ. ყველი. ხორცია მთლული. პი, თილური მიყვარს. დაგეღვარა, არა უშავს. ავაზი არა.
დამეღვაროთ. სამწუხარო. ფილტვებში მაქვს უკვე საჭმელი, ანუ ხო არის ფილტვებში ხაერი უნდა იყოს ესეც და ფილტვე ანუ კუჩში ვაღარეთ, ეხლა ფილტვებში გადადის ეს და ფილტვებში მაქვს. მგონი კაი იყო. მე ის მირჩანია. პირველი იყო ქალაქი. არა, პირველი ხო, ქალაქური. კაი, მოდი ახლა მე კარტოფილს შევჭამ. თეულურიც კაი იყო მომეწონა. რა კაია. კაია და სოკოყველი ხო? ოღონდ რაღაც მოუხდებოდა რა. ერიბო, კარტოფილის გავს უნდა ვაჭრო. ძალიან კაია. დამევასა კარტოფილიც და დავე ყველი ნახო. ესეც ხორცია. ესაა საქონლის. საქონლის. ხბოზდენ მაქვს. და მე მომეწონა რა. გამოივლი შეჭამ. გადავიდეთ სოკოზე. ავტობუსი აჩერებს და გზარი გვერდს. მე ცოტა ვაპირებდი, ანუ ეგრევე უნდა ჩაკვიჩო მგონი და. დავაი. 3 2 1. ყველა მომეწონა კარტოფილის გარდა რა. შენიერი იყო კარტოფილი. აი არასდროს არ შევკვეთავ გარდა. ბაზარი არა. რომ აი თუ ვეგანი ვარ, ანუ ვეგეტარიანელი ვარ, კარტოფილი და სოკო ხონდა აირჩო მაგორიდან და უეჭველი სოკო სავჭო, თან ცხარია სოკო ძა. ხო საკაიფო ცხარე. აი ესაა ცხარე. თუ სოსტრი არ იყო ცხარე დღეს რო ჭამე. ხუთი სახეობის ხინკავს და დაუტირე. ჭაჭას დალევ. აუ ხალხი. 60 ლარი მაქსიმუმ. 40. მე ვიტყვი 30. ლუდიანა კითხე. ხო, ლუდია. 60-ში მე ძალიან 50. 40 საათი იყო. რა. იცი რამდენი ანგარიში? 20 ლარი? არა, ზუსტად 30. ადა, რანარი? ვაჟა ვარ გოგოა. შენი იყო 30. ლარი და 80 ხეს ბიჭო ხინკალე? ლარი და 30 წრის კარტოფილი. მე 2 ლარზე დავთვალე ყველას. შენ რო ითული მაგიტო შეგეშავა. მაგიტო გამოხვედი სიცოცხლთან ერთ. აი ეს არის ჭაჭა, მეგობრებო. ჭაჭა არის ნამდვილი ჭაჭა, კეთდება ყურძნის. ატმის ჭაჭა, ხლის ჭაჭა არ არსებობს. ეგენი არიან არყები. ეს არის ჭაჭა. ეხლა მავანის აქ თითი გაჭრი და გადაისხა ხელში. გადარჩენას გამომარჯოს. გაუძელით 5 ლოკაციაზე ვიყავით. პირველ რიგში შაუთაუთი ელნეს, იმიტომ რომ მართლა ბოლომდე შაუთაუთი. არ ვიცი. ეს ძველი თაობა. შენ რომელი ხარ, ჯენზი ხარ? ჯენზი დაიწყო ჩემი. ჯენზი რო დაიწყო 16 დღეში დავიბადე. შენ რო დაიწყო ჯენზი მაგიტო აქვს. მაგიტო აქვს კარგად საქმე. მე გავხსენე თქვენი კარი. აი შაუთაუთ. შაუთაუთ მეგობრებო. კიდევ ერთხელ ვიტყვი. კარგად იყავით. ქართული ხელით დაკეთებულ ქართულ საჭმელს და ქართული ხელით ამოყვანილ ქართულ არაკს აუმართეს. ეს უკვე მილენიალის. ხო, მე ნიჯნაზე დაიბადე თქვა, ხო იცი საქართველოსავი თქვა, ანუ აზიაცავ ვარ, ევროპაცავ ვარ, ჯენზიც ვარ, მილენიალიც ვარ, ვაჟაც ვარ, ბასტოც ვარ. გამომაცალა მთელი ენერგია. მეგრელიც ვარ და ბორულიც ვარ. და თან თმამა ხავზე. მოდი შენ ყურებზე მიიფარე ხელი ერთ წამს. მოდიში მეგობრებო და ბასტოს ეპიზოდის მერე გამოტნული ვარ. გამოტნელი. აღარ შემიძლია. ქვი სადღეგრძო დავამთო აცალე. თქვენ არიცით ახლა რაც კადრში არისო, მანქანაში რამდენს ლაპარაკობდა. აბა რა ჯიჯი. ეს ხო უშოძიას ხინკალი და ჭაჭაა და მოდი უშოძიას სადღეგრძელო და შეგენაც ვერ ჩემგულში იჯე. ესეთი გემრიელი. მეგრელის ვარ, გურულიც ვარ, მაგრამ საბოლოო შემოში ქართველი ვარ. აკი ლაპარაკი აი ახაც შენ ორივე კამერა შენ გიგებს. მომისმინე ბიჭო. აი რას გეუნები, იცი? აბა თუ გამყვება ლუკა. ლევანას მაგას გემშვიდობით, ლევან რომელიცი, რობერტო მონიცი, კვარა. გემშვიდობით, გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ თქვენს პირში მხოლოდ ის საჭმელი არსებული იყოს, რომელიც გინდათ და გეგემრიელებათ. გამოიწერეთ არხები, დაგვიწერეთ რესტორნები, შემდეგი სადაც ისგივე არა, რაც სადაც ვიყავით, ანუ გადახედეთ ყველა ეპიზოდს და ლაიქეთ. შემდეგი არის ქუთაისი და ქუთაისის ობიექტები დაგვიწერეთ. ქუთაისის ობიექტები დავუწერეთ, მე ძალიან მინდა ქუთაისში აღმოჩენილიყავ, მაგრამ თბილისს მომიწია, მაგრამ არ აუშავს გავატრო. არა რა გაძლევდა გზაში კიდე. ხადაო. ეს კაციც მოვიშორეთ. ეგ არის, აბა დროებით მეგობრებო, არხები გამოიწერეთ, ელენეს ინსტაგრამი გამოიწერეთ, აბა თქვენს. აი ეს არის ჭაჭა რა. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.